მე-19 საუკუნე საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ხდომილებების ეპოქა გახლავთ. შემთხვევით არ ამბობდა სახელგანთქმული არჩილ ჯორჯაძე მე-19 საუკუნეში საქართველოს მეორე დაიბადაო. და ამ ისტორიულ პროცესებში ქვეყნის ხელმეორედ დაბადებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ვინც დაკავშირებულია ყინულისა და ჭიათურის ანახშირისა და მარგანეცის მრეწველობასთან. ნიკო ნიკოლაძე, ვინც დაკავშირებული გახლავთ ფოთთან და რკინიგზასთან, თბილისში უამრავ საინტერესო პროექტის განხორციელებასთან. ნიკოლაძემ უდიდესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. და თავარი ნიკოლაძეს თავარი გზავნილი გახლავთ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. ნიკო ნიკოლაძეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საქართველოს ღირსეულ ერად ფორმირება ევროპული გზის გარეშე შეუძლებელი იყო. შენატროდა კავკასიონს, ალგეთს შენატროდა. ეცნობოდა ისტორიას მოწინავე ერთა, გაჰყურებდა ევროპის გზას ფერთა, მრავალ ფერთა. მე-19 საუკუნე გატენილი ძვრებით, მარად გაუხუნარ 60-იან წლებით, მშობლის მსახურებით, ცოდნის მაშღალებით, ბორბლის დაბრუნებით, სოფლის აჩქარებით. საუკუნის შპოთი დაიწყო. სამშობლო გვეკარგებოდა. წიწამურთან მოკლეს ილია, საქართველო ვერ მოკლეს. ერთში თავისუფლების სურვილი ვერ ჩაკლეს. ერი ცოცხლობს, იბრძვის, ღერის, ხმაში ბზარიც გვესმის. წიწამურთან კვლელი დგას და საქართველოს ესმის. როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი გახდა მიზეზი ხალხის ამოძრავებისა. დანებება დანაშაული იყო და გამოჩნდა ახალი ადამიანი ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც თავის არსებობას დანიშნულება მისცა და საქართველოს დაკარგული სახის დასაბრუნებლად ევროპული მომავალი დაუსახა. ჩემო ნიკო, ფრიად შეშფოთებული ვარ საზოგადოების გულგრილობით. კითხოს დაშრომა 10 კილოგრამია. არდა რაც თავი მახსოვს, სულ იმას ვამტკიცებ, რომ თუ გვინდა ევროპულ ღირებულებებს ვეზიაროთ, თვითგანვითარება საუკეთესო გზაა მისათვის. ვიდრე ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას სისხლი და ხორცი ის რწმენა არ გაუჯდება, რომ საზიზღარი, სამართლო და სათაკელო ქვეყანაზე მარტო უსაქმურობა და მუქთაპურის ჭამა მანამდე ნუგწამთ ვითომ განათლების ანუ წარმატების მირონი მოგვეცხოს. ახლა ვიცი ნიკო, რამდენი იშრემა აკაკი. მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახშირის ნიმუშები ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში გააგზავნა. უცხოეთიდან ჩამოიყვანა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, მაგრამ რა, სახელმწიფო მხოლოდ პირად მოგებაზეა ორიენტირებული. არ გვაბადია წარმოება და არც შემოსავალი. ვერ გვიხსნის ვერავითარი გადასახადი. წარმოების გაჩაღება არის ერთადერთი ჩვენი ხსნა. უნდა მოვახერხოთ გარეთ მეტი გავიტანოთ გასაყიდი, ვიდრე უცხოებს ვთხოვთ საყიდ საქონელს. სანამ მოსატანი მეტი გვექნება, ვინემ გასატანი, მონობას ვერ ავცილდებით. ბევრი რამაა შესასვლელი, ჩემო ნიკო. მონა ასე ადვილად შეძლებდით საუბარს თქვენი გაუთავებელი ჯაბაასის გარეშე? განა ასე მარტივია რაიმეს შეცვლა, როცა ჩვენი საზოგადოება მიეჩვია სხვისი ხელით მირთმევს. მართალი ხარ. ჩვენ ვსურს რომ საზოგადო სიკეთე შემწვარი, მოხრაკული მარილ-წაყლი ჩაგვიცვიდეს პირში. ჩვენ კვილის მოქნევაც გვეზარება ამ სიკეთით სარგებლობისთვის. საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი მიგვაჩნია ბავშვურ ოცნებად. სიტუტუცეთ. ჩვენ ვტკბებით ჩვენ საკუთარ კერძო ცხოვრებაში. სანამ ჩვენ საკუთარ ტყავს არ შეეხება ეს სენდავნება, რომელიც წინათ სხვა შეემთხვა. მე გულწრფელი ვარ სამშობლოს სიყვარულში. არ მიყვარს პათეტიკა და რაც ჩემ თავს ვიცნობ, სხვა წადილი არ ამქონია.
ჩვენ საკაკის ქართველებმა უგურგვინო მეფეში არქვეს. მთელს კავკასიაში შეუდარებელია. მის ლექსებზე გულსემღერება, მისი პოეზია დაუსრულებელი მელოდიაა. ამ ლექსებში ჩანს ქართველის საუკუნოვანი სწრაფა თავისუფლებისთვის დაკარგული სახის დასაქმებებლად. ფირუზ ხმელეთზურმ, ჩემო სამშობლო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოკვდები, შენ ზედვარ მგლოვიარეო. არ გადაკაგეს გარდა ვერავინ იტყოდა, ციცინათელა მიწაზე დაფრინავსო და მისმა შორის ნათებამ საქართველო დაწვა და დაანელა. ჩემო ციცინათელა დაფრინავსო შენმა შორის ნათებამ დაწვა და სურვილი იყო დიდი არჩილ ჩაუტყდა სურვილი იყო დიდი სულხანს ჩაუტყდა ხიდი სურვილი მქონდა დიდი და მეც ჩამიტყდა ხიდი ისევ გაიდო ხიდი ეპოქა გვიდგას დიდი ძველი გზით ვეღარ ვივლით გზა ევროპისკენ მიდის Bonsoir. Bonsoir. Bonsoir, madame. Bonsoir, monsieur. Vous avez l'air d'un véritable caucasien. En effet, madame. La Géorgie est mon pays natal. Votre tempérament caucasien, votre riche culture, vos manières exquises, votre style vestimentaire m'ont captivé. Vous incarnez véritablement une élégance européenne. La Géorgie, c'est une perle de l'Europe orientale. Cependant, il me semble que la Géorgie est actuellement sous la domination du gouvernorat russe. Heureusement, c'est une triste réalité, mais nous luttons pour retrouver notre indépendance perdue. Votre maîtrise parfaite de la langue française demande votre éducation raffinée. Je sais très bien que la Géorgie est un pays à la culture ancienne et je suis bien informée du projet que vous avez réalisé avec Marcel Desprez. La première tentative mondiale de transmission d'énergie sans fil a été entreprise à Paris et j'ai entendu parler de nombreuses réalisations de votre part. Merci, madame. You are a people that only enjoyed the sovereignty for a few years, however soon lost it. You are a nation that loves freedom. May God help you in your endeavors. By the way, one famous Russian told me that you should witness Georgians in battle. Once they sound their terrifying war cries, like they become giants. They can even conquer the skies. Nico, I want to tell you that the beloved king of the Georgians, Erekle, is popular in England. There was a boom in the European press about this monarch. He was mentioned as a prince of Georgians. He was fighting to return the lost faith of Georgia, and at the same time, he defeats the most powerful commanders of the Asia, Mahmud Khan and Pana Khan. The Western world has never shown such a great interest in any Georgians monarch before. აქ არის დაკრძალული ნოე ჟორდანი. ბევრი სასაფლაოზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი სამხედრო პრეფექტი. ძვლების კი ფიქრობს საქართველოს. მე რამდენჯერმე ვიმოგზაურე ჩემს სამშობლოში. ქართველები მთელს აღმოსავლეთში და შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოში საუცხოო. მოგზაურობისას ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია ადამიანი, რომლითაც არ მოვხიბლ ვარ. ხვდებოდი მხოლოდ ანგელოს სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისე დაუჯილდოებია, როგორცაც სხვაგან ვერსად შეხვდებოდით. ფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოვკრათ და არ შეგიყვარდეთ. ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვა მხატვრისთვისაც კი შეუძლებელია. ქართველი კაცი მუდამ ცდილობდა ყოფილიყო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ისტორია მეორდება. ახლაც ინტერესით გვიყურებს მთელი სამყარო. უცხოობაში, მარტოობაში, სულიც გამძრომია. რატომ იგატოვე ჩემო საქართველო, ჩემო ივერია?